წარმოიდგინეთ ორი კაცი, რომლებმაც ერთად გაიარეს საბჭოთა იმპერიის ციხეები, ერთად დაიცვეს ერთმანეთი და კითხვებზე, ერთად დაიფიცეს, რომ თავისუფალ საქართველოში ერთად აშენებენ ახალ სახელმწიფოს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ 5 წლის შემდეგ ეს ორი ადამიანი ღიად უწოდებენ ერთმანეთს აგენტებს, ფაშისტებს, ხალხის მოღალატეებს. წარმოიდგინეთ, რომ მათი პირადი კონფლიქტი იქცევა სისხლიან გამოსახლებად, რომელშიც ათასობით ადამიანი იღუპება. ეს არ არის ფანტაზია. ეს არის ზვიად გამსახურდიასა და გიორგი ჭანტურიას ისტორია, ორი დისიდენტის ტრაგედია, რომელმაც საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის წლების სისხლში ჩაძირა. რა მოხდა იმ 5 წელიწადში? რა აქცია ციხის მეგობრები მტრებად? და რატომ ვერავინ შეაჩერა ეს კატასტროფა, როცა ყველას ჰქონდა დრო? 1970-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ უძლეველად ჩანდა, ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი იწყებს ბრძოლას ერთი და იმავე მტრის წინააღმდეგ. ზვიად გამსახურდია, ცნობილი დისიდენტის, კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი, ინტელექტუალი, რომელიც ფილოლოგიის ფაკულტეტზე ასწავლის და ღიად საუბრობს ეროვნული თვითშეგნების აღორძინებაზე. გიორგი ჭანტურია, ახალგაზრდა რადიკალი, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტია, მაგრამ უკვე ცნობილია თავისი ცეცხლმოკიდებული გამოსვლებით. ისინი ერთმანეთს პირველად ხვდებიან ილეგალურ შეხვედრებზე, სადაც ქართველი ინტელიგენცია ფარულად ეძებს გზებს, როგორ შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა იმპერიის ზეწოლის პირობებში. გამსახურდია უფროსია, გამოცდილი, მას აქვს ავტორიტეტი და კავშირები. ჭანტურია ახალგაზრდაა, ენერგიული, მზადაა რისკისთვის. ისინი ერთმანეთს ავსებენ, გამსახურდია იდეოლოგია, ჭანტურია მოქმედება. ეს არის იდეალური თანამშრომლობა, რომელიც მალე გადაიზრდება მეგობრობაში. მაგრამ 1977 წელს კგბ მოქმედებს. გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, მესამე ლიდერს, რომელიც ამ ისტორიაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს, აპატიმრებენ ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის. და კითხვები მძიმეა, ზეწოლა უსაშველოა. და აქ ხდება პირველი ბზარი, რომელიც 20 წლის შემდეგ გახდება უფსკრული. გამსახურდია ტელევიზიით გამოდის და აცხადებს, რომ ინანებს თავის საქმიანობას, რომ ცნობს საბჭოთა ხელისუფლების უზენაესობას. ეს არის ცნობილი მონანიება, რომელიც მთელ საქართველოში ნახავს მილიონობით ადამიანი. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო ტაქტიკა, გამსახურდიამ გადაარჩინა თავი უფრო მძიმე სასჯელს, რათა გაგრძელებოდა ბრძოლა. სხვები ამბობენ, რომ ეს იყო სისუსტე, რომელიც ნამდვილ ბორცვს არასოდეს გაუკეთებია. ჭანტურია ამ დროს თავისუფალია, მაგრამ ყურადღებით აკვირდება. ის არაფერს ამბობს ღიად, მაგრამ ეს მომენტი ჩაიწერება მის მეხსიერებაში. როცა 1979 წელს გამსახურდია გათავისუფლდება, ჭანტურია პირველია, ვინც მას ხელს ართმევს. ისინი კვლავ ერთად არიან, მაგრამ რაღაც უკვე შეიცვალა. 1987-დან 88 წლამდე საქართველოში იწყება ეროვნული აღზევება, რომელსაც ისტორია არ ახსოვს საბჭოთა კავშირის დროს. იქმნება ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, ლეგალური ორგანიზაცია, რომელიც ფარავს ნამდვილ მიზანს, დამოუკიდებლობის მოთხოვნას. გამსახურდია, კოსტავა და ჭანტურია ერთად დგანან მიტინგებზე, ერთად საუბრობენ ხალხთან, ერთად გეგმავენ აქციებს. ისინი არიან ტრიუმვირატი, სამი ლიდერი, რომელთაც აქვთ განსხვავებული როლები, მაგრამ ერთი მიზანი. კოსტავა არის დამაბალანსებელი, მშვიდი, გონივრული, ის, ვინც ყოველთვის პოულობს კომპრომისს გამსახურდიას იდეალიზმსა და ჭანტურიას რადიკალიზმს შორის. გამსახურდია არის იდეოლოგი, ის საუბრობს დამოუკიდებლობაზე, ქრისტიანულ ფასეულობებზე, ეროვნულ იდენტობაზე. ჭანტურია არის მოქმედების ადამიანი, ის ორგანიზებას უკეთებს აქციებს, აკონტროლებს ქუჩას, ამზადებს ახალგაზრდებს. ეს სამეული მუშაობს იდეალურად, რადგან თითოეული იცის თავისი ადგილი. მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის ღამემ ყველაფერი შეცვალა. იმ ღამეს, როცა საბჭოთა ჯარი შევიდა რუსთაველის გამზირზე და 20 ადამიანი მოკლა, გამსახურდია, კოსტავა და ჭანტურია ერთად იდგნენ პარლამენტის წინ. ისინი ერთად ხედავდნენ ტანკებს, ერთად ისმენდნენ ტირილს, ერთად ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ სიმშვიდე ხალხში. ეს იყო მათი ერთობის პიკი, მომენტი, როცა პირადი ამბიციები, განსხვავებები, ძველი წყენები აღარაფერს ნიშნავდა. მაგრამ ტრაგედიის შემდეგ მოდის პოლიტიკა. ვინ იყო პასუხისმგებელი? ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს მოძრაობას შემდეგ? როგორ უნდა გამოიყენონ ეს მსხვერპლი პოლიტიკურად? ამ კითხვებზე სამივე ლიდერს აქვს განსხვავებული პასუხები, მაგრამ კოსტავა კვლავ ახერხებს ბალანსის შენარჩუნებას. ის არის ის ძალა, რომელიც აკავშირებს გამსახურდიას ინტელექტუალურ ელიტასთან და ჭანტურიას ქუჩის აქტივისტებთან. ის არის ის ადამიანი, რომელსაც ორივე ენდობა.
მაგრამ 1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა იღუპება ავტოკატასტროფაში. ოფიციალური ვერსია ამბობს, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, მანქანა გზიდან გადავიდა მთის გზაზე. მაგრამ საქართველოში არავინ სჯერა უბედური შემთხვევების. ზოგი ამბობს, რომ ეს იყო კგბ-ს ოპერაცია, კოსტავა ძალიან საშიში იყო, რადგან აერთიანებდა ყველას. სხვები ამბობენ, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, რომელშიც ჩართული იყვნენ თავად ეროვნული მოძრაობის ადამიანები. არავინ იცის სიმართლე, მაგრამ ერთი რამ ცხადია, კოსტავა სიკვდილით ქრება ერთადერთი ძალა, რომელიც აკავებდა გამსახურდიასა და ჭანტურიას ამბიციებს. ახლა ორი ლიდერი რჩება, ორი სრულიად განსხვავებული ხედვით, ორი განსხვავებული ხასიათით, ორი განსხვავებული მომხრეთა ბაზით. და არავინ არის, ვინც შეაჩერებს მათ დაპირისპირებას. დაკრძალვაზე ორივე საუბრობს მეგობრობაზე, ერთობაზე, კოსტავას მემკვიდრეობის გაგრძელებაზე. მაგრამ მათი თვალები ერთმანეთს აღარ ხვდება. რაღაც უკვე მოხდა, რაღაც, რაც აღარ შეიძლება დაბრუნდეს. 1990 წლის მაისში ეროვნულ ყრილობაზე ხდება საბოლოო განხეთქილება. ოფიციალური მიზეზი არის ორგანიზაციული საკითხები, როგორ უნდა აიგოს მოძრაობის სტრუქტურა, ვინ უნდა იყოს ლიდერი, როგორ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. მაგრამ ნამდვილი მიზეზი სხვა, ორი ადამიანი, რომლებიც აღარ ენდობიან ერთმანეთს, ცდილობენ კონტროლს დაიმორჩილონ ერთი და იმავე მოძრაობა. გამსახურდია ქმნის მრგვალ მაგიდას ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ინტელექტუალებს, ეკლესიის ადამიანებს, ზომიერ ნაციონალისტებს. ჭანტურია ქმნის ეროვნულ კონგრესს, უფრო რადიკალურ სტრუქტურას, რომელიც ეყრდნობა ახალგაზრდებს, ქუჩის აქტივისტებს, იმათ, ვინც მზადაა ძალის გამოყენებისთვის. დაყოფა ხდება სწრაფად და მტკივნეულად. ადამიანები, რომლებიც ერთად იბრძოდნენ წლების განმავლობაში, უკვე ირჩევენ მხარეს. ოჯახები იყოფიან, მეგობრობები იშლება, ძველი თანამებრძოლები ხდებიან მტრები. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ ორივე მხარე დარწმუნებულია, მეორე მხარე არის მოღალატე, აგენტი, ის, ვინც ღალატობს ეროვნულ საქმეს. გამსახურდია იწყებს საჯაროდ საუბარს ჭანტურიას ფაშისტურ მეთოდებზე, მის ავტორიტარულ ამბიციებზე, იმაზე, რომ ჭანტურია ცდილობს ძალადობით მოიპოვოს ხელისუფლება. ჭანტურია პასუხობს გამსახურდიას მონანიების შესახებ, იმ ტელევიზიური გამოსვლის შესახებ 1977 წელს, რომელიც ახლა ხდება მთავარი იარაღი. როგორ შეიძლება ინდო ადამიანს, რომელმაც ერთხელ უკვე მოიღალატა? ამბობს ჭანტურია მიტინგებზე. როგორ შეიძლება ინდო ადამიანს, რომელიც ძალადობას ქადაგებს? პასუხობს გამსახურდია. ორივე იყენებს ერთსა და იმავე რიტორიკას, ეროვნული ინტერესები, ხალხის ნებას, საქართველოს მომავალი. მაგრამ ორივე გულისხმობს სხვადასხვა რამეს. გამსახურდიას მომხრეები ხედავენ მას როგორც ლეგიტიმურ ლიდერს, რომელიც იბრძვის დემოკრატიული გზით. ჭანტურიას მომხრეები ხედავენ მას როგორც ნამდვილ რევოლუციონერს, რომელიც არ ეშინია რადიკალური ნაბიჯების. და ორივე მხარე ელოდება მომენტს, როცა შეიძლება დაამტკიცოს, რომ მართალია. 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში იმართება პირველი მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა კავშირის ისტორიაში. გამსახურდიას მრგვალი მაგიდა იგებს დამაჯერებელი უმრავლესობით, ის იღებს თითქმის 50% ხმების. ჭანტურიას ეროვნული კონგრესი იღებს მხოლოდ რამდენიმე პროცენტს. ეს არის გამსახურდიას ტრიუმფი, ხალხმა გააკეთა არჩევანი, დემოკრატია მიმუშავა, ლეგიტიმურობა დადასტურდა. მაგრამ ჭანტურია არ აღიარებს დამარცხებას. ის აცხადებს, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, რომ გამსახურდიამ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი, რომ ხალხი მოატყუეს. ის უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და აცხადებს, რომ ეროვნული კონგრესი არის ალტერნატიული ხელისუფლება, ნამდვილი წარმომადგენელი ქართველი ხალხის. ეს არის პირდაპირი გამოწვევა არა მხოლოდ გამსახურდიას, არამედ მთელი დემოკრატიული სისტემის. და გამსახურდია პასუხობს ისე, როგორც პასუხობს ყველა ლიდერი, რომელიც გრძნობს საფრთხეს, ის იწყებს რეპრესიებს. 1991 წლის დასაწყისში საქართველო უკვე არის ორ ბანაკად გაყოფილი. გამსახურდია არის პრეზიდენტი, ლეგიტიმური, არჩეული, რომელსაც აქვს სახელმწიფო აპარატი, პოლიცია, ფორმალური ძალა. ჭანტურია არის ოპოზიციის ლიდერი, არალეგიტიმური, მაგრამ პოპულარული გარკვეულ წრეებში, რომელსაც აქვს შეიარაღებული რაზმები, ქუჩის კონტროლი, მზადყოფნა ძალადობისთვის. ორი ყოფილი მეგობარი ახლა საუბრობენ ერთმანეთზე როგორც მტრებზე. გამსახურდია უწოდებს ჭანტურიას ფაშისტს, პუტჩისტს, ხალხის მტერს. ჭანტურია უწოდებს გამსახურდიას დიქტატორს, კგბ-ს აგენტს, მოღალატეს. მათი მომხრეები იწყებენ ერთმანეთის ფიზიკურ დაპირისპირებას ქუჩებში.
პირველი სროლები ისმის თბილისში, არა რუსების წინააღმდეგ, არამედ ქართველების ერთმანეთის წინააღმდეგ. და მთელი ეს ტრაგედია იწყება იმ ორი ადამიანის კონფლიქტით, რომლებიც ოდესღაც ერთად იჯდნენ საბჭოთა ციხეებში და ფიცავდნენ ერთმანეთს ერთგულებას. რა მოხდა? როგორ შეიძლება რომ ორმა ადამიანმა, რომლებმაც ერთად გაიარეს ისეთი რამ, რასაც მხოლოდ ნამდვილი მეგობრები გაივლიან, მოულოდნელად აღმოჩნდნენ მოუსვენარ მხარეებზე ისეთი უფსკრულის, რომელიც აღარ გადალახავდა? ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო პიროვნული ამბიცია, ორივე მათგანი იყო ლიდერი და ორი ლიდერი ვერ იტევა ერთ მოძრაობაში. სხვები ამბობენ, რომ ეს იყო იდეოლოგიური განსხვავება, გამსახურდია სჯეროდა დემოკრატიას, ჯანტურია სჯეროდა რევოლუციას. კიდევ სხვები ამბობენ, რომ ეს იყო გარე ძალების თამაში, რომ კგბ-მ რუსულმა სპეცსამსახურებმა, ძველმა ნომენკლატურამ განზრახ გააღვივა ეს კონფლიქტი, რათა დაეშალა ეროვნული მოძრაობა. შესაძლოა, სიმართლე არის ამ ყველაფრის ნაზავი. მაგრამ ერთი რამ უდავოა, მერაბ კოსტავას სიკვდილი იყო გადამწყვეტი მომენტი. სანამ ის ცოცხალი იყო, არსებობდა ბალანსი, არსებობდა ადამიანი, რომელსაც ორივე ენდობოდა, რომელიც შეეძლო შუამავლობა. მისი გარეშე გამსახურდიასა და ჯანტურიას შორის აღარ იყო არავინ, ვინც შეეჩერებინა მათი გზა კატასტროფისკენ. და ახლა როცა ვიცით, რომ ეს ისტორია დასრულდება სისხლით, გამოსახლებით, გრძნობთ თუ არა იმ ტრაგიკულ ირონიას. ორი ადამიანი, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის, გახდნენ მიზეზი, რის გამოც ეს თავისუფლება ჩაიძირა ქაოსში. ორი ადამიანი, რომლებიც ერთად იტანჯებოდნენ იმპერიის ციხეებში, გახდნენ მიზეზი, რის გამოც ათასობით ქართველი იტანჯებოდა საკუთარ ქვეყანაში. ორი ადამიანი, რომლებიც ფიცავდნენ ერთმანეთს მეგობრობას, გახდნენ სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკამ გაანადგუროს ყველაფერი, რაც ადამიანურია. 1991 წლის თებერვალში, როცა გამსახურდია უკვე არის საქართველოს პირველი არჩეული პრეზიდენტი, ხდება რაღაც, რაც ბევრმა არ შენიშნა იმ დროს, მაგრამ რაც ახლა ჩანს როგორც პირველი ნიშანი მომავალი კატასტროფისა. პრეზიდენტის რეზიდენციაში გვიან ღამით ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი ამჩნევს, რომ გამსახურდია იწყებს საუბარს ისე, როგორც არასოდეს საუბრობდა ადრე. ის ხსენებს, მტრებს პარლამენტში, აგენტებს მთავრობაში, ღალატს ყოველ კუთხეში. მრჩეველი ფიქრობს, რომ ეს არის დაღლილობა, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა, ძალიან ბევრი ზეწოლა ახალი სახელმწიფოს მშენებლობისას. მაგრამ კვირების შემდეგ იგივე სიტყვები ისმის საჯარო გამოსვლებზე. გამსახურდია იწყებს ღიად ბრალდებას, არა მხოლოდ ჯანტურიას, არამედ ყველას, ვინც არ ეთანხმება მას. ყოფილი თანამებრძოლები, რომლებიც ერთად იდგნენ რუსთაველზე 9 აპრილს, ახლა ისმენენ, რომ ისინი არიან მეხუთე კოლონა, კრემლის მარიონეტები, ხალხის მოღალატეები. რა ხდება პრეზიდენტთან? რატომ იწყებს ის ხედვას მტრებს იქ, სადაც ადრე ხედავდა მოკავშირეებს? ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არის პარანოია, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი ძალაუფლება და ძალიან ბევრი მტერი. სხვები ამბობენ, რომ ეს არის გათვლილი სტრატეგია, გამსახურდია ცდილობს კონსოლიდაციას გაუკეთოს ხელისუფლებას, მოაშოროს ყველა პოტენციური კონკურენტი, შექმნას ერთპიროვნული მმართველობა. მაგრამ შედეგი ერთია, თბილისში იწყება ატმოსფერო, რომელშიც ყველა ეშინია ყველას. იმავე პერიოდში სხვა მხარეს ქალაქისა, ჯანტურიას შტაბში ხდება რაღაც სრულიად საპირისპირო, მაგრამ არანაკლებ საშიში. ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც შემოდიან ეროვნული კონგრესის ოფისში, ამჩნევენ, რომ კედლებზე ჩნდება იარაღი, თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე ნადირობის თოფი, შემდეგ ავტომატები, შემდეგ უკვე მთელი არსენალი. ჯანტურია ხსნის ამას თავდაცვით, გამსახურდიას რეჟიმი ემზადება ძალის გამოყენებისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. მაგრამ ის, რაც იწყება როგორც თავდაცვა, სწრაფად იქცევა შეიარაღებულ ფორმირებად. ჯანტურიას გარშემო იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური აქტივისტები, ისინი არიან ყოფილი სპორტსმენები, ქუჩის მებრძოლები, ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ იარაღი და ძალა. ისინი უწოდებენ თავიანთ თავს მხედრიონს ისტორიული სახელი ქართული ეროვნული გვარდიისთვის. მაგრამ ეს არ არის გვარდია, ეს არის პარამილიტარული ორგანიზაცია, რომელიც არ ექვემდებარება არავის, გარდა ჯანტურიასი. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ ისინი იწყებენ ტრენინგებს, არა თეორიულ დისკუსიებს დემოკრატიაზე, არამედ რეალურ სამხედრო მომზადებას. ისინი ემზადებიან ომისთვის, არა რუსეთთან, არამედ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. მაისის ერთ-ერთ საღამოს, როცა თბილისი ჯერ კიდევ ცდილობს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ხდება ინციდენტი, რომელიც ყველაფერს ცვლის. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მახლობლად, გამსახურდიას მხარდამჭერთა ჯგუფი ეჯახება ჯანტურიას მხარდამჭერებს. თავდაპირველად ეს არის მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება, ორივე მხარე ყვირის ლოზუნგებს, ბრალდებებს, საფრთხეებს. მაგრამ შემდეგ ვიღაც იღებს ქვას.
შემდეგ სხვა ვიღაც იღებს ჯოხს. და რამდენიმე წუთში რუსთაველზე უკვე არის ხელჩართული ჩხუბი, არა პოლიციასთან, არა რუს ჯარისკაცებთან, არამედ ქართველების წინააღმდეგ. პოლიცია ცდილობს გამოყოფას, მაგრამ ვერ ახერხებს, ორივე მხარე ბრალდებს პოლიციას მეორე მხარის დაცვაში. როცა საღამოს ყველაფერი მთავრდება, არის ათობით დაჭრილი, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში და ქალაქი, რომელიც გრძნობს, რომ რაღაც შეუქცევადი მოხდა. ეს არის პირველი ღია ძალადობა ორ ბანაკს შორის, არა პოლიტიკური დებატები, არა სიტყვიერი შეურაცხყოფები, არამედ ფიზიკური ომი. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ არც გამსახურდია და არც ჭანტურია არ გმობს ამ ძალადობას. გამსახურდია ამბობს, რომ მისი მხარდამჭერები იცავდნენ თავიანთ თავს პროვოკაციისგან. ჭანტურია ამბობს, რომ მისი ადამიანები პასუხობდნენ რეჟიმის აგრესიას. ორივე ამართლებს ძალადობას და ეს ნიშნავს, რომ ძალადობა გაგრძელდება. იმავე თვეში ხდება რაღაც, რაც ბევრმა არ იცის დღესაც, ერთ-ერთი ბოლო მცდელობა შეჩერდეს კატასტროფა. რამდენიმე ადამიანი, ყოფილი დისიდენტები, ინტელექტუალები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ავტორიტეტი ორივე მხარეზე, ცდილობენ შუამავლობას. ისინი ორგანიზებას უკეთებენ საიდუმლო შეხვედრას, არაოფიციალურ მოლაპარაკებებს, არამედ პირად საუბარს, ბოლო შანსს, რომ ორი ყოფილი მეგობარი შეხვდნენ ერთმანეთს და გაიხსენონ, რატომ იბრძოდნენ ერთად. შეხვედრა ტარდება ერთ-ერთი შუამავლის სახლში, გვიან ღამით, სრული საიდუმლოებით. გამსახურდია მოდის პირველი, ჭანტურია, 10 წუთით გვიან. როცა ისინი ხვდებიან ერთმანეთს, ოთახში არის სიჩუმე, რომელიც თითქმის ფიზიკურად იგრძნობა. შუამავლები ტოვებენ მათ მარტო ბოლო მცდელობა, რომ ორი ადამიანი ისაუბროს ისე, როგორც ადრე საუბრობდნენ, როცა არ იყვნენ პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერი, არამედ მხოლოდ ზვიად და გიორგი. მაგრამ საუბარი, რომელიც გრძელდება თითქმის 2 საათს, არის ტრაგედია. ორივე მათგანი ცდილობს ახსნას თავისი პოზიცია, მაგრამ არც ერთი არ უსმენს მეორეს. გამსახურდია საუბრობს ლეგიტიმურობაზე, დემოკრატიაზე, იმაზე, რომ ჭანტურია უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები და შევიდეს ლეგალურ პოლიტიკაში. ჭანტურია საუბრობს ღალატზე, იმ მონანიებაზე 1977 წელს, იმაზე, რომ გამსახურდია არის კგბ-ს პროექტი და არ იმსახურებს ხალხის ნდობას. ისინი ბრუნდებიან იმავე ბრალდებებზე, იმავე წყენებზე, იმავე ძველ ჭრილობებზე, რომლებიც არასოდეს შეხორცებულა. და როცა შეხვედრა მთავრდება, ორივე მათგანი გადის კარებიდან იმავე მტრებად, როგორებიც შემოვიდნენ, შესაძლოა, კიდევ უფრო დამტკიცებულნი თავიანთ პოზიციებში, რადგან ახლა უკვე სცადეს საუბარი და დაინახეს, რომ საუბარი შეუძლებელია. შუამავლებიდან ერთ-ერთი, რომელიც იყო იმ ღამეს სახლში და ელოდა შედეგს, მოგვიანებით იხსენებს, როცა ისინი გამოვიდნენ ოთახიდან, მე დავინახე მათი სახეები და გავიგე, რომ ყველაფერი დასრულდა. ეს არ იყო ბრაზი, ეს იყო რაღაც უფრო ღრმა რაღაც, რასაც შეიძლება ეწოდოს სრული გაუცხოება. ისინი უყურებდნენ ერთმანეთს ისე, როგორც უყურებ უცხო ადამიანს, რომელიც გეუბნება რაღაც აბსოლუტურად მიუღებელს. და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ორივე მათგანი იყო დარწმუნებული, რომ მართალია, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ მორალურად, ისტორიულად, ყველა შესაძლო გაგებით. როგორ შეიძლება შეაჩერო ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ იბრძვის არა ხელისუფლებისთვის, არამედ თავად სიმართლისთვის, ივნისში, როცა თბილისი უკვე ცხოვრობს მუდმივი დაძაბულობის ატმოსფეროში, ხდება ინციდენტი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად ღრმად არის დაყოფილი საზოგადოება. ერთ-ერთ საშუალო სკოლაში, სადაც ბავშვები ემზადებიან გამოსაშვებ გამოცდებზე, მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, ვინ არის საქართველოს ლეგიტიმური ლიდერი. ნახევარი კლასი პასუხობს გამსახურდია, მეორე ნახევარი ჭანტურია. იწყება კამათი, რომელიც სწრაფად გადადის ჩხუბში. მასწავლებელი ცდილობს დაამშვიდოს ბავშვები, მაგრამ ვერ ახერხებს, ისინი იმეორებენ იმავე არგუმენტებს, რომლებსაც ისმენენ სახლში მშობლებისგან ტელევიზიით, ქუჩაში. 16 წლის მოზარდები, რომლებმაც უნდა ფიქრობდნენ გამოცდებზე და მომავალზე, ახლა ყოფენ ერთმანეთს გამსახურდიელებად და ჭანტურიელებად. ზოგიერთი მათგანი წყვეტს მეგობრობას, არა რაიმე პირადი კონფლიქტის გამო, არამედ იმიტომ, რომ მათი მშობლები არიან სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში. ეს არის ის მომენტი, როცა ხვდები, რომ პოლიტიკური კრიზისი აღარ არის მხოლოდ ლიდერების საქმე, ის უკვე შევიდა ყველა ოჯახში, ყველა სკოლაში, ყველა ურთიერთობაში. ის უკვე არის ნაწილი ყოველდღიური ცხოვრებისა რაღაც, რასაც ვერავინ ვერ თავს არიდებს. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იციან, რა არის რეალური პოლიტიკა, უკვე სწავლობენ სიძულვილს, არა აბსტრაქტულ მტრებზე, არამედ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც იჯდნენ მათთან ერთად საკლასო ოთახში. იმავე პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იწყება პროცესი, რომელსაც მოგვიანებით ისტორიკოსები უწოდებენ ლოიალობის ტესტს.
გამსახურდია იწყებს სისტემატურ წმენდას, არა ძალადობრივ რეპრესიებს, არამედ რბილ, მაგრამ ეფექტურ გზით. ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ ნებისმიერ კრიტიკას, ნებისმიერ ეჭვს, ნებისმიერ კითხვას, თანდათან კარგავენ თავიანთ პოზიციებს. ოფიციალური მიზეზი ყოველთვის არის სხვა, ორგანიზაციული ცვლილებები, ახალი პრიორიტეტები, პროფესიული შეუსაბამობა. მაგრამ ყველა იცის რეალური მიზეზი, ეს ადამიანები არ არიან საკმარისად ლოიალურნი. და ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ბევრი მათგანი არის ყოფილი დისიდენტები, ადამიანები, რომლებიც ერთად იბრძოდნენ გამსახურდიასთან საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. ახლა ისინი ხვდებიან, რომ ის რეჟიმი, რომლის შესაქმნელადაც იბრძოდნენ, იწყებს მსგავსი მეთოდების გამოყენებას, არა იმავე მასშტაბით, არა იმავე სისასტიკით, მაგრამ იმავე ლოგიკით, ან ხარ ჩვენთან, ან ხარ მტრის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყოფილი მრჩეველი, რომელიც კარგავს თავის პოზიციას ივლისში, მოგვიანებით იხსენებს, ყველაზე მტკივნეული არ იყო თავად გათავისუფლება, ეს იყო გაცნობიერება, რომ ადამიანი, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი, ადამიანი, რომელსაც მე მჯეროდი, ახლა მხედავს როგორც მტერს მხოლოდ იმიტომ, რომ მე გაუბედებ თქვა, რომ ვიღაც მისი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს შეცდომა. ეს იყო მომენტი, როცა გავიგე, რომ რევოლუცია შეიძლება შეჭამოს საკუთარ შვილებს, არა მხოლოდ მეტაფორულად, არამედ ძალიან კონკრეტულად და პირადად. 1991 წლის აგვისტოში, როცა მთელი საქართველო ელოდება, თუ რა მოხდება შემდეგ. ერთ-ერთ საიდუმლო შეხვედრაზე ჭანტურიას შტაბში ხდება რაღაც, რაც შეცვლის ყველაფერს. გვიან ღამით, როცა თბილისი უკვე იძინებს, ოფისში შემოდის ადამიანი, რომელსაც არავინ ელოდება, ყოფილი უშიშროების ოფიცერი, რომელიც მუშაობდა გამსახურდიას ადმინისტრაციაში. ის მოაქვს დოკუმენტები, არა ასლები, არამედ ორიგინალები, ბეჭდებით და ხელმოწერებით. ეს არის საიდუმლო ბრძანებები, რომლებიც ადასტურებს, რომ გამსახურდიას გარშემო მყოფი ადამიანები გეგმავენ ოპერაციას ეროვნული კონგრესის წინააღმდეგ, არა პოლიტიკურ კამპანიას, არამედ ფიზიკურ ლიკვიდაციას. დოკუმენტებში ჩამოთვლილია სახელები ჭანტურია პირველია სიაში, შემდეგ მოდის 30-მდე სხვა ლიდერი. ჩამოთვლილია თარიღები, ადგილები, მეთოდები. ყველაფერი დაგეგმილია დეტალურად, პროფესიონალურად, ისე როგორც გეგმავენ სამხედრო ოპერაციას. ჭანტურია კითხულობს ამ დოკუმენტებს და მისი სახე ნელ-ნელა იცვლება. თავდაპირველად ეს არის შოკი, შემდეგ ბრაზი, შემდეგ რაღაც, რაც ჰგავს გადაწყვეტილებას. ის იცის, რომ ეს შეიძლება იყოს პროვოკაცია, რომ ეს დოკუმენტები შეიძლება იყოს ყალბი, რომ ეს ყოფილი ოფიცერი შეიძლება იყოს ორმაგი აგენტი. მაგრამ ის ასევე იცის, რომ თუ ეს სიმართლეა, თუ გამსახურდია მართლაც გეგმავს მის ფიზიკურ განადგურებას, მაშინ დრო თავდაცვისთვის ამოიწურა. ახლა დროა მოქმედებისთვის. იმავე ღამეს ჭანტურია იკრიბებს თავის უახლოეს წრეს, არა ყველა მხედრიონის წევრს, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც ისენდობა აბსოლუტურად. ისინი არიან 10 ადამიანი, რომლებიც ერთად იყვნენ ჯერ კიდევ დისიდენტური მოძრაობის დროს, რომლებმაც ერთად გაიარეს დაკითხვები, ერთად იდგნენ რუსთაველზე 9 აპრილს. ჭანტურია აჩვენებს მათ დოკუმენტებს და ეკითხება, რა სიზამთ, თუ ეს სიმართლეა. პასუხები განსხვავებულია, ზოგი ამბობს, რომ უნდა გაასაჯაროოთ ეს დოკუმენტები, ზოგი ამბობს, რომ უნდა მიმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას, ზოგი ამბობს, რომ უნდა მოამზადოთ თავდაცვა. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი, ყოფილი სპეცდანიშნულების ოფიცერი, რომელიც შემოუერთდა კონგრესს გამსახურდიასთან განხეთქილების შემდეგ, ამბობს რაღაც სხვას, თუ ისინი გეგმავენ ჩვენს ლიკვიდაციას, ჩვენ უნდა მოვიქცეთ პირველები. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ აგრესორები, არამედ იმიტომ, რომ თავდაცვა ნიშნავს არა მხოლოდ თავის დაცვას, არამედ მტრის შეჩერებას მანამ, სანამ ის შეგეხება. ეს არის გადამწყვეტი მომენტი, როცა პოლიტიკური ოპოზიცია იწყებს ფიქრს არა როგორც პოლიტიკური ძალა, არამედ როგორც სამხედრო ფორმირება. ჭანტურია არ იძლევა პირდაპირ ბრძანებას, ის არასოდეს იძლევა პირდაპირ ბრძანებებს, რადგან იცის, რომ ისტორია აფასებს არა მოქმედებებს, არამედ სიტყვებს. მაგრამ ის ამბობს, გააკეთეთ ის, რაც საჭიროა ჩვენი ადამიანების დასაცავად, და ეს საკმარისია. მომდევნო კვირების განმავლობაში თბილისში იწყება რაღაც, რაც ჰგავს ჩუმ მობილიზაციას. მხედრიონის წევრები იწყებენ უფრო ინტენსიურ ტრენინგებს, არა სასწავლო პოლიგონებზე, არამედ რეალურ ობიექტებზე, სადაც ისინი სწავლობენ არა როგორ ესროლონ სამიზნეებს, არამედ როგორ შეიჭრან შენობებში, როგორ დაიკავონ სტრატეგიული პუნქტები, როგორ მოიქცნენ ურბანულ საბრძოლო პირობებში. ისინი იწყებენ იარაღის შეგროვებას, არა მხოლოდ ავტომატებს, არამედ ხელისყუმბარებს, ქვემეხებს, რადიოსადგურებს. ისინი იწყებენ დაზვერვას, აკვირდებიან სახელმწიფო შენობებს, ისწავლიან პოლიციის პატრულირების გრაფიკებს, ადგენენ კავშირებს სხვა შეიარაღებულ ჯგუფებთან. ეს ყველაფერი ხდება ჩუმად, სისტემატურად, პროფესიონალურად. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ გამსახურდიას უშიშროების სამსახურები ხედავენ ამას, ისინი იღებენ ანგარიშებს, აკვირდებიან, აფიქსირებენ.
მაგრამ ისინი არაფერს აკეთებენ, რადგან ისინიც ემზადებიან. ორივე მხარე ელოდება მომენტს, არა მოლაპარაკებებს, არა კომპრომისს, არამედ პირველ გასროლას, რომელიც გახდება სიგნალი იმისა, რომ ომი დაიწყო. სექტემბრის დასაწყისში ხდება ინციდენტი, რომელიც თითქმის იწვევს ამ ომის დაწყებას. ერთ-ერთ ღამეს, როცა ჭანტურია მიდის შინ თავისი შტაბიდან, მის მანქანას ესროლებიან. ორი ტყვია ხვდება მანქანის კარებში, ერთი საწინდარ მინაში. ჭანტურია გადარჩება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მძღოლი, ყოფილი რალისტი, რომელსაც აქვს რეფლექსები, ისიერად აჩქარებს და გადადის ზიგზაგებით. მომდევნო დღეს ეროვნული კონგრესის შტაბში არის საგანგებო შეხვედრა. ჭანტურიას მხარდამჭერები მოითხოვენ დაუყოვნებელ პასუხს, არა პოლიტიკურ განცხადებას, არამედ სამხედრო ოპერაციას. ისინი ამბობენ, რომ ეს იყო გამსახურდიას ბრძანება, რომ ეს იყო მცდელობა ლიკვიდაციისა, რომ თუ ისინი არ უპასუხებენ ახლა მომდევნო მცდელობა იქნება წარმატებული. ჭანტურია უსმენს მათ და ხედავს, რომ ისინი მართლაც მზად არიან მოქმედებისთვის, არა იმიტომ, რომ ისინი არიან ძალადობრივი ადამიანები, არამედ იმიტომ, რომ ისინი გრძნობენ, რომ მათი ლიდერი სიცოცხლე საფრთხეშია და ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი მის დასაცავად. მაგრამ ჭანტურია იცის რაღაცს, რაც მათ არ იციან, თუ ისინი დაიწყებენ ღია შეიარაღებულ აქციას ახლა ისინი წააგებენ, არა იმიტომ, რომ ისინი სუსტები არიან, არამედ იმიტომ, რომ გამსახურდიას აქვს სახელმწიფო აპარატი, პოლიცია, ლეგიტიმურობა. ისინი გახდებიან არა თავისუფლების მებრძოლები, არამედ ტერორისტები, პუტჩისტები, ის, ვისაც ისტორია დაგმობს. და ჭანტურია არ სურს ეს, ის სურს იყოს გმირი, არა დამნაშავე. ამიტომ ის იღებს სხვა გადაწყვეტილებას, რომელიც შეცვლის მთელ სიტუაციას. ის აცხადებს, რომ ეროვნული კონგრესი იწყებს მობილიზაციას, არა საიდუმლოდ, არამედ ღიად, საჯაროდ ისე, რომ მთელმა საქართველომ იცოდეს. ის უწოდებს ყველა მხარდამჭერს, ყველა სიმპათიზანტს, ყველა იმ ადამიანს, ვინც არ ენდობა გამსახურდიას, შემოუერთდნენ მხედრიონს არა როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას, არამედ როგორც სამხედრო ფორმირებას, რომელიც დაიცავს ხალხს რეჟიმის ტერორისგან. ეს არის გენიალური და საშინელი ნაბიჯი ერთდროულად. გენიალური, რადგან ის აქცევს მხედრიონს ლეგიტიმურ ძალად, არა ჩრდილოვან პარამილიტარულ ჯგუფად, არამედ ღია სამხედრო ორგანიზაციად, რომელსაც აქვს საჯარო მხარდაჭერა. საშინელი, რადგან ის ნიშნავს, რომ ჭანტურია აღარ ცდილობს პოლიტიკურ გადაწყვეტას, ის ემზადება ომისთვის და ის ამბობს ამას ღიად, ისე რომ არავის რჩება ილუზიები. მომდევნო კვირების განმავლობაში ასობით ახალგაზრდა მიდის მხედრიონის შტაბში, ზოგი იმიტომ, რომ ისინი მართლაც სჯერათ ჭანტურიას, ზოგი იმიტომ, რომ ისინი ეძებენ თავგადასავალს, ზოგი იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ სურთ იყვნენ ნაწილი რაღაც დიდისა, რაღაც ისტორიულისა. ისინი იღებენ უნიფორმებს, იარაღს, ტრენინგს. ისინი ფიცავენ ერთგულებას, არა საქართველოს, არა კონსტიტუციას, არამედ პირადად ჭანტურიას. და ეს არის ის მომენტი, როცა ეროვნული კონგრესი წყვეტს იყოს პოლიტიკური პარტია და ხდება რაღაც სხვა, პარალელური სახელმწიფო, რომელსაც აქვს საკუთარი არმია, საკუთარი იერარქია, საკუთარი კანონები. გამსახურდია ხედავს ამას და იცის, რომ ის უნდა უპასუხოს. მაგრამ როგორ? თუ ის გამოიყენებს პოლიციას მხედრიონის წინააღმდეგ, ის რისკავს სისხლიან დაპირისპირებას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სრულმასშტაბიან ომად. ის იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ჩანს როგორც კომპრომისი, მაგრამ რეალურად არის ესკალაცია. ის ქმნის საკუთარ პარამილიტარულ ფორმირებას, მხედრობას, რომელიც ოფიციალურად არის პრეზიდენტის დაცვის სამსახური, მაგრამ რეალურად არის პირდაპირი კონკურენტი მხედრიონისა. ის აკომპლექტებს მას ადამიანებით, რომლებიც ლოიალურნი არიან პირადად მისადმი, ყოფილი პოლიციელები, სპორტსმენები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ანგარიში გასწორებელი ჭანტურიასთან. ის აძლევს მათ იარაღს, უნიფორმებს, ოფიციალურ სტატუსს. და ახლა თბილისში არის ორი შეიარაღებული ფორმირება, ორივე ლეგალური თავისი ლიდერების თვალში, ორივე ილეგალური მეორე მხარის თვალში, ორივე მზად ძალის გამოსაყენებლად. ეს არის რეცეპტი კატასტროფისთვის, არა თუნდაც იმიტომ, რომ ლიდერები სურთ ომი, არამედ იმიტომ, რომ ახლა ნებისმიერი ინციდენტი, ნებისმიერი შემთხვევითი სროლა, ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება გახდეს ის ნაპერწკალი, რომელიც აალებს ხანძარს. ოქტომბრის შუა რიცხვებში, როცა დაძაბულობა უკვე არის თითქმის ფიზიკურად შესამჩნევი, ხდება რაღაც, რაც აჩვენებს, თუ რამდენად ღრმად შევიდა ეს კონფლიქტი საზოგადოების ყველა ფენაში. ერთ-ერთ საავადმყოფოში მოაქვთ ორი დაჭრილი, ერთი მხედრიონის წევრი, მეორე მხედრობის წევრი. ისინი დაიჭრნენ ერთმანეთთან ჩხუბში, არა ორგანიზებულ შეტაკებაში, არამედ შემთხვევით შეხვედრაში ქუჩაში, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში. ექიმები იწყებენ მათ მკურნალობას, ორივე საჭიროებს ოპერაციას, ორივე არის მძიმე მდგომარეობაში.
მაგრამ საოპერაციო ოთახი არის მხოლოდ ერთი და ექიმები უნდა გადაწყვიტონ, ვის გადაარჩენენ პირველად. ეს უნდა იყოს მედიცინური გადაწყვეტილება, ვინ არის უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვის აქვს უფრო დიდი შანსი გადარჩენისთვის. მაგრამ ექიმები ასევე არიან ქართველები, ისინი ასევე ცხოვრობენ ამ გაყოფილ საზოგადოებაში, ისინი ასევე აქვთ თავიანთი პოლიტიკური სიმპათიები. და როცა ისინი იწყებენ კამათს, თუ ვის გადაარჩენენ პირველად, ეს კამათი სწრაფად იქცევა პოლიტიკურ დისკუსიად, არა იმის შესახებ, ვინ საჭიროებს დახმარებას უფრო მეტად, არამედ იმის შესახებ, ვინ იმსახურებს დახმარებას უფრო მეტად. საბოლოოდ ისინი გადაარჩენენ ორივეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ კამათმა საერთოდ მოხდა, აჩვენებს, თუ რამდენად ღრმად შევიდა ეს დაყოფა ყველა ასპექტში ცხოვრებისა. როცა ექიმები იწყებენ პოლიტიკურ შეფასებას იმის შესახებ, ვის სიცოცხლე უფრო ღირებულია, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება დაკარგა რაღაც ფუნდამენტურს, იმ საერთო ჰუმანურობის გრძნობას, რომელიც უნდა აერთიანებდეს ყველა ადამიანს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა. იმავე პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იწყება პროცესი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ფიზიკური დაშლა ხელისუფლებისა. გამსახურდია, რომელიც ოდესღაც იყო ენერგიული, ქარიზმატული ლიდერი, ახლა იწყებს ცვლილებას, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ფიზიკურად. მისი უახლოესი თანამშრომლები ამჩნევენ, რომ ის იძინებს ნაკლებად, ზოგჯერ მხოლოდ 60 საათს ღამეში. ის იწყებს საუბარს უფრო სწრაფად, უფრო ქაოტურად, ხშირად გადადის ერთი თემიდან მეორეზე გაუთავებლად. მისი ხელები იწყებს კანკალს, თავდაპირველად მხოლოდ დაღლილობის დროს, შემდეგ უფრო ხშირად. მისი სახე იცვლება, ის კარგავს წონას, მისი თვალები ხდება ღრმად ჩაძირული, მისი კანი იღებს ნაცრისფერ ელფერს. ეს არის ფიზიკური გამოვლინება იმისა, რაც ხდება მის შიგნით, მუდმივი სტრესი, მუდმივი შიში, მუდმივი გრძნობა, რომ ყველა მის წინააღმდეგ არის. მისი პირადი ექიმი ურჩევს დასვენებას, მაგრამ გამსახურდია უარს ამბობს, როგორ შეიძლება დაისვენო, როცა ქვეყანა იშლება. როგორ შეიძლება დაისვენო, როცა მტრები გეგმავენ შენს განადგურებას? მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ეს ფიზიკური დაშლა აფერხებს მის უნარს იფიქროს ნათლად, მიიღოს გონივრული გადაწყვეტილებები, დაინახოს სიტუაცია ობიექტურად. ის იწყებს ხედვას მტრებს იქ, სადაც არის მხოლოდ კრიტიკოსები. ის იწყებს ინტერპრეტაციას ყოველი უთანხმოების როგორც ღალატის. ის იწყებს რწმენას, რომ მხოლოდ ის იცის სიმართლე და ყველა სხვა ან არის მოტყუებული, ან არის მოღალატე. ეს არის კლასიკური სინდრომი ავტორიტარული ლიდერების, მაგრამ ის, რაც ხდება გამსახურდიასთან, არის უფრო ტრაგიკული, რადგან ის არ იყო ავტორიტარული ადამიანი თავდაპირველად. ის იყო დისიდენტი ადამიანი, რომელიც იბრძოდა თავისუფლებისთვის. მაგრამ ხელისუფლება, სტრესი, პარანოია აქცევს მას იმ ტიპის ლიდერად, რომლის წინააღმდეგაც ის თავად იბრძოდა. ნოემბრის დასაწყისში, როცა ყველა გრძნობს, რომ რაღაც უნდა მოხდეს, ხდება ინციდენტი, რომელიც ხდება ბოლო ნაპერწკალი. ერთ-ერთ ღამეს, პარლამენტის მახლობლად, მხედრიონის და მხედრობის წევრები ეჯახებიან ერთმანეთს. ოფიციალური ვერსია ამბობს, რომ ეს იყო შემთხვევითი შეხვედრა, რომელიც გადაიზარდა კონფლიქტში. მაგრამ მოწმეები ამბობენ სხვა რამეს, რომ ორივე ჯგუფი იყო იქ არა შემთხვევით, არამედ განზრახ, რომ ისინი ელოდნენ ერთმანეთს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი შეტაკება. იწყება ჩხუბი, თავდაპირველად ხელჩართული, შემდეგ ვიღაც იღებს იარაღს. ისმის პირველი გასროლა, არავინ იცის, ვინ ესროლა პირველად, ორივე მხარე ბრალდებს მეორეს. მაგრამ ეს უკვე არ აქვს მნიშვნელობა, რადგან შემდეგ იწყება ცეცხლი ორივე მხრიდან. რამდენიმე წუთში რუსთაველის გამზირზე არის სრული საბრძოლო მოქმედება, ავტომატების ტრალი, ხელის ყუმბარების აფეთქებები, ადამიანები, რომლებიც მალავენ თავს მანქანების უკან. როცა ყველაფერი მთავრდება, არის 5 მკვდარი და 30-ზე მეტი დაჭრილი, ორივე მხრიდან. ეს არის პირველი რეალური შეიარაღებული შეტაკება ორ ფორმირებას შორის, არა ჩხუბი, არა ინციდენტი, არამედ ნამდვილი საბრძოლო მოქმედება თბილისის ცენტრში. მომდევნო დღეს გამსახურდია გამოდის ტელევიზიით და აცხადებს, რომ მხედრიონი არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც უნდა დაიშალოს ძალით. ჭანტურია გამოდის თავის შტაბიდან და აცხადებს, რომ მხედრობა არის რეჟიმის დამხმარე ძალა, რომელიც ახორციელებს ტერორს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ორივე მათგანი მოითხოვს მეორე მხარის განიარაღებას. ორივე მათგანი აცხადებს, რომ მზად არის გამოიყენოს ძალა კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად, თუმცა ორივე მათგანი გულისხმობს სრულიად განსხვავებულ რამეს ამ ფრაზით. და ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ორივე მათგანი ამბობს სიმართლეს, მათი საკუთარი პერსპექტივიდან. გამსახურდია მართლაც სჯერა, რომ ჭანტურია არის პუტჩისტი, რომელიც ცდილობს ძალით მოიპოვოს ხელისუფლება. ჭანტურია მართლაც სჯერა, რომ გამსახურდია არის დიქტატორი, რომელიც ანადგურებს დემოკრატიას. ორივე მათგანი მართლაც სჯერა, რომ იბრძვის საქართველოს მომავლისთვის.
მაგრამ ის, რაც ისინი რეალურად აკეთებენ, არის ქვეყნის ჩაძირვა ქაოსში, რომელიც მალე გადაიზრდება სრულმასშტაბიან ომად. ნოემბრის ბოლოს, როცა თბილისი ცხოვრობს მუდმივი შიშის ატმოსფეროში, ერთ-ერთ საიდუმლო შეხვედრაზე, არა პოლიტიკურ, არამედ სრულიად პირად ხდება რაღაც, რაც აჩვენებს ამ ტრაგედიის ნამდვილ სიღრმეს. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იყო მეგობარი ორივე ლიდერისა, ჯერ კიდევ დისიდენტური მოძრაობის დროს, ახერხებს შეკრებას მათ, არაოფიციალურ მოლაპარაკებებზე, არამედ პირად საუბარზე, ბოლო მცდელობაზე, რომ ისინი გაიხსენონ, ვინ იყვნენ ადრე. შეხვედრა ტარდება ერთ-ერთ კერძო სახლში, სადაც არავინ იცის მათი ყოფნის შესახებ. როცა გამსახურდია და ჭანტურია ხვდებიან ერთმანეთს, პირველად თითქმის 1 წლის განმავლობაში, ისინი უყურებენ ერთმანეთს ისე, როგორც უყურებენ უცხო ადამიანებს. არა მტრებს, უცხოებს, ადამიანებს, რომლებიც ოდესღაც იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ახლა აღარ იცნობენ. მათი მეგობარი ცდილობს დაიწყოს საუბარი, ის ახსენებს ძველ დროებს, იმ დღეებს, როცა ისინი ერთად იჯდნენ ციხეებში, როცა ისინი ერთად იდგნენ რუსთაველზე, როცა ისინი ფიცავდნენ ერთმანეთს, რომ ერთად აშენებდნენ თავისუფალ საქართველოს. მაგრამ გამსახურდია და ჭანტურია არ პასუხობენ ამ მოგონებებზე, ისინი საუბრობენ მხოლოდ აწმყოზე, მხოლოდ პოლიტიკაზე, მხოლოდ იმაზე, თუ ვინ არის მართალი და ვინ არის ცდება. საუბარი გრძელდება 2 საათზე მეტს, მაგრამ ის არ არის დიალოგი, ეს არის 2 მონოლოგი, რომლებიც არ ეხება ერთმანეთს. როცა შეხვედრა მთავრდება, მათი მეგობარი ხვდება, რომ ეს იყო ბოლო შანსი და ეს შანსი გამოტოვებულია. არა იმიტომ, რომ გამსახურდია და ჭანტურია არ სურდათ მშვიდობა, არამედ იმიტომ, რომ ისინი აღარ იცოდნენ, როგორ ესაუბრათ ერთმანეთს როგორც ადამიანებს, არა როგორც პოლიტიკურ ფიგურებს. იმავე ღამეს, როცა ორივე ლიდერი ბრუნდება თავის შტაბებში, ხდება რაღაც, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ხიდი ჩამოინგრა. ერთ-ერთ არქივში, არა სახელმწიფო, არამედ კერძო, რომელიც ეკუთვნის ყოფილ კგბ-ს თანამშრომელს, აღმოჩნდება დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს რაღაცას, რაც ყველა ეჭვობდა, მაგრამ არავის ჰქონდა მტკიცებულება. ეს არის ოქმები დაკითხვებისა 1977 წლიდან, იმ დაკითხვებისა, როცა გამსახურდია და კოსტავა იყვნენ კგბ-ს ციხეში. დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი, როგორ მუშაობდა კგბ მათთან, როგორ იყენებდა ზეწოლას, როგორ სთავაზობდა გარიგებებს, როგორ ცდილობდა გადაექცია ისინი ინფორმატორებად. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ ამ დოკუმენტებში არის ერთი გვერდი, რომელიც ადასტურებს, რომ გამსახურდია მართლაც მოაწერა ხელი ერთ-ერთ ოქმს, არა სრული თანამშრომლობის შესახებ, არამედ ინფორმაციის მიწოდების შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ გამსახურდია იყო აგენტი, ბევრი დისიდენტი აიძულეს მოეწერა ხელი მსგავს დოკუმენტებზე ზეწოლის ქვეშ, და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რეალურად თანამშრომლობდნენ. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჭანტურიას ბრალდებებს, იმ ბრალდებებს, რომლებსაც ის აყენებდა წლების განმავლობაში, ჰქონდა გარკვეული საფუძველი. და როცა ეს დოკუმენტები ვრცელდება, არა ოფიციალურად, არამედ ხელიდან ხელში, ასლებით, ჩურჩულებით, ისინი ანადგურებენ ბოლო ნარჩენებს იმ დობისა, რაც კიდევ რჩებოდა გამსახურდიას მხარდამჭერებსა და ჭანტურიას მხარდამჭერებს შორის. დეკემბრის დასაწყისში, როცა ყველა გრძნობს, რომ კატასტროფა გარდაუვალია, ხდება რაღაც, რაც აჩვენებს, თუ ვინ იყო ნამდვილი ბენეფიციარი ამ მთელი ტრაგედიისა. ერთ-ერთი ადამიანი, ყოფილი ნომენკლატურის წევრი, რომელიც ოფიციალურად გადადგა პოლიტიკიდან, მაგრამ რეალურად აგრძელებდა თამაშს ჩრდილოვან, იწყებს კონსოლიდაციას ძალისა. ის არ არის არც გამსახურდიას მხარეს, არც ჭანტურიას მხარეს, ის არის მესამე მხარეს, რომელიც ელოდება მომენტს, როცა ორივე ლიდერი დაასუსტებს ერთმანეთს იმდენად, რომ ვერავინ შეძლებს წინააღმდეგობას. ის იწყებს საიდუმლო მოლაპარაკებებს სხვადასხვა ჯგუფებთან, სამხედრო ნაწილებთან, რომლებიც უკმაყოფილონი არიან გამსახურდიას პოლიტიკით, ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ეშინიათ ჭანტურიას რადიკალიზმისა, ბიზნეს ჯგუფებთან, რომლებიც სურთ სტაბილურობა ნებისმიერ ფასად. ის ქმნის კოალიციას, არა იდეოლოგიურ, არამედ პრაგმატულ, კოალიციას ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი საერთო ინტერესი, გამსახურდიასა და ჭანტურიას ორივეს მოშორება ხელისუფლებისგან. და ყველაზე ირონიული ის არის, რომ ეს ადამიანი იყენებს იმავე რიტორიკას, რომელსაც იყენებდნენ გამსახურდია და ჭანტურია, ის საუბრობს ეროვნულ ინტერესებზე, სტაბილურობაზე, საქართველოს მომავალზე. მაგრამ რეალურად ის საუბრობს ხელისუფლებაზე, პირად ხელისუფლებაზე, რომელსაც ის მოიპოვებს არა არჩევნებით, არა დემოკრატიული გზით, არამედ გამოყენებით იმ ქაოსისა, რომელიც შექმნეს გამსახურდიამ და ჭანტურიამ თავიანთი კონფლიქტით. დეკემბრის ბოლოს, როცა თბილისში უკვე ისმის სროლები ყოველ ღამე, როცა ადამიანები ეშინიათ გასვლა ქუჩაში, როცა ეკონომიკა ჩერდება, როცა სახელმწიფო აპარატი იშლება, ხდება რაღაც, რაც ნიშნავს, რომ ბოლო წერტილი მოახლოვდა. გამსახურდია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც გახდება მისი ბოლო დიდი შეცდომა. ის ბრძანებს პოლიციას და მხედრობას დაიწყონ ოპერაცია მხედრიონის განიარაღებისთვის.
ეს არ არის მოლაპარაკება, ეს არ არის კომპრომისი, ეს არის ულტიმატუმი, ან ჭანტურია დაიშლება მხედრიონს და დაემორჩილება კანონს, ან იქნება ძალის გამოყენება. ჭანტურია პასუხობს თავისი ულტიმატუმით, ან გამსახურდია გადადგება პრეზიდენტობიდან და ინიშნება ახალი არჩევნები, ან მხედრიონი დაიცავს თავის თავს ყველა საშუალებით. ორივე ულტიმატუმი ამოიწურება ერთდროულად 1991 წლის 22 დეკემბერს. და ორივე მხარე იწყებს მოქმედებას, არა იმიტომ, რომ ისინი სურთ ომი, არამედ იმიტომ, რომ ახლა უკვე არავინ იცის, როგორ შეაჩეროს ის, რაც დაიწყო. 1991 წლის 22 დეკემბრის გამთენიისას, როცა თბილისი ჯერ კიდევ იძინებს უმშვიდო ძილს, ხდება რაღაც, რაც შეცვლის ყველაფერს სამუდამოდ. პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად გამოჩნდება ტანკები, არა რუსული, არამედ ქართული ეროვნული გვარდიის ტექნიკა. მაგრამ ისინი არ არიან გამსახურდიას მხარეს, ისინი არიან იმ მესამე ძალის მხარეს, რომელიც თვეების განმავლობაში ელოდა ამ მომენტს. ტანკების კოშკებზე დგანან ადამიანები უნიფორმებში, მაგრამ მათი სახეები ცნობილია, ესენი არიან ყოფილი სამხედრო მეთაურები, რომლებიც ოფიციალურად გადადგნენ სამსახურიდან, მაგრამ რეალურად ამზადებდნენ ამ ოპერაციას. ისინი არ ესროლებიან ჯერ. ისინი უბრალოდ დგანან იქ ჩუმად, მაგრამ მათი თავად ყოფნა არის უფრო ძლიერი მესიჯი, ვიდრე ნებისმიერი სროლა. ეს ნიშნავს, რომ სამხედრო ნაწილი, ის ძალა, რომელსაც უნდა დაეცვა პრეზიდენტი, ახლა არის მის წინააღმდეგ. გამსახურდია ხედავს ამას თავისი ფანჯრიდან და პირველად მრავალი თვის განმავლობაში მის სახეზე ჩნდება არა ბრაზი, არა გადაწყვეტილება, არამედ რაღაც, რაც ჰგავს შიშს. არა პირადი შიში, ის არასოდეს ეშინოდა საკუთარი სიცოცხლისთვის. ეს არის უფრო ღრმა შიში, გაცნობიერება, რომ ის, რისთვისაც იბრძოდა, ის, რისთვისაც გაწირა ყველაფერი, ახლა იშლება მის თვალწინ. მისი უახლოესი მრჩეველი, რომელიც დგას გვერდით, მოგვიანებით იხსენებს, იმ მომენტში მე დავინახე, როგორ შეიცვალა მისი სახე. ეს აღარ იყო პრეზიდენტის სახე, ეს იყო ადამიანის სახე, რომელიც ხვდება, რომ დაკარგა ყველაფერი, რისთვისაც იცოცხლა, იმავე საათებში სხვა მხარეს ქალაქისა ჭანტურიას შტაბში ხდება რაღაც სრულიად მოულოდნელი. შემოდის კურიერი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მუშაობს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში და მოაქვს კონვერტი. შიგნით არის ერთი ფურცელი ქაღალდი, რომელზეც დაწერილია მხოლოდ რამდენიმე სიტყვა, ისინი მოდიან შენთვის. არა გამსახურდია, სხვები. გაქცევა ბოლო შანსია, ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჭანტურია იცნობს ხელწერას, ეს არის ერთ-ერთი მისი ძველი მეგობარი, ადამიანი, რომელიც ახლა მუშაობს იმ ძალებთან, რომლებიც ამზადებენ გადატრიალებას. ჭანტურია კითხულობს ამ შეტყობინებას და უცებ ხვდება რაღაცას, რაც უნდა გაეგო უკვე დიდი ხნის წინ, ეს ომი არასოდეს არ ყოფილა მხოლოდ მის და გამსახურდიას შორის. ისინი იყვნენ მხოლოდ ფიგურები დაფაზე, ფიგურები, რომლებსაც იყენებდნენ სხვები, უფრო ჭკვიანი, უფრო პაციენტური მოთამაშეები, რომლებიც ელოდნენ მომენტს, როცა ორივე მხარე იქნებოდა ისე დასუსტებული, რომ ვერავინ შეძლებდა წინააღმდეგობას. ის უყურებს თავის ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებიც სჯეროდათ მას, რომლებიც მიხვდნენ მას, რომლებიც მზად იყვნენ მოკვდნენ მისთვის და პირველად გრძნობს რაღაცას, რაც ჰგავს სინანულს. არა პოლიტიკური სინანული, პირადი სინანული იმის გამო, რომ მან ჩააგდო ეს ახალგაზრდები ომში, რომელიც არასოდეს არ ყოფილა მათი ომი. მომდევნო საათებში თბილისში იწყება რაღაც, რაც ისტორიაში შევა როგორც 22 დეკემბრის აჯანყება, თუმცა ეს სახელი არ ასახავს რეალობას, რადგან ეს არ არის აჯანყება ხალხისა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის სამხედრო გადატრიალება, რომელსაც ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ ყოფილნენ არც გამსახურდიას, არც ჭანტურიას მხარეს. ისინი იყენებენ რიტორიკას კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ, მაგრამ რეალურად ისინი ახორციელებენ ხელისუფლების ხელში აღებას. პრეზიდენტის რეზიდენციას ალყა შემოერტყმება, არა მხედრიონის მებრძოლებმა, არამედ სამხედრო ნაწილებმა, რომლებიც ოფიციალურად უნდა იცავდნენ პრეზიდენტს. გამსახურდია და მისი ერთგული ადამიანების მცირე ჯგუფი რჩებიან შენობაში, არა იმიტომ, რომ ისინი გეგმავენ წინააღმდეგობას, არამედ იმიტომ, რომ მათ აღარ აქვთ სად წასვლა. გარეთ ისმის სროლები, არა მათ მიმართულებით, არამედ სხვაგან ქალაქის სხვადასხვა წერტილებში, სადაც მხედრობის და მხედრიონის ნარჩენები ებრძვიან ერთმანეთს, არ იციან, რომ მათი ომი უკვე დაკარგა აზრს, რადგან ახალი ძალა უკვე იღებს კონტროლს. იმავე დღის საღამოს, როცა თბილისი ცხოვრობს სრული ქაოსის პირობებში, ხდება რაღაც, რაც ნიშნავს ამ ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული მოთხრობის დასასრულს. ჭანტურია, რომელმაც გადაწყვიტა არ გაიქცეს, არა სიამაყის გამო, არამედ იმიტომ, რომ ის იცის, რომ გაქცევა ნიშნავს მისი ადამიანების მიტოვებას, ცდილობს მიაღწიოს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს, რომელიც მისი აზრით, ჯერ კიდევ ლოიალურია მისადმი. მაგრამ გზაში მის მანქანას ჩერებს საპატრულო ჯგუფი, არა პოლიცია, არა მხედრობა, არამედ უცნობი ადამიანები სამხედრო უნიფორმებში.
ისინი არ ესროლებიან, ისინი უბრალოდ აჩერებენ მანქანას და ეუბნებიან ჭანტურიას, რომ მას უნდა წავიდეს მათთან. ჭანტურიასთან მხლები ადამიანები ცდილობენ წინააღმდეგობას, მაგრამ ჭანტურია აჩერებს მათ. ის იცის, რომ წინააღმდეგობა ნიშნავს სისხლს, არა მხოლოდ მის სისხლს, არამედ მის ადამიანების სისხლს. და ის უკვე დაინახა საკმარისი სისხლი. ის მიდის მათთან, მშვიდად ღირსეულად ისე, როგორც მიდიოდა დაკითხვებზე კგბ-ს ციხეში 20 წლის წინ. მაგრამ ამჯერად ის არ დაბრუნდება. ოფიციალური ვერსია, რომელიც გავრცელდება მოგვიანებით, იტყვის, რომ ჭანტურია მოკვდა შეტაკებაში, რომ ის ცდილობდა გაქცევას, რომ მოხდა გასროლა, რომ ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა. მაგრამ ადამიანები, რომლებიც იყვნენ იქ, ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ, რას ამბობენ სხვა რამეს, რომ ჭანტურია წაიყვანეს ერთ-ერთ შენობაში, რომ იქ იყო მოკლეს საუბარი, რომ შემდეგ ისმა ერთი გასროლა. არავინ იცის ზუსტად რა მოხდა იმ ოთახში, ეს არის ერთ-ერთი ის საიდუმლოება, რომელიც დარჩება ამ ისტორიაში სამუდამოდ. მაგრამ შედეგი ცნობილია, გიორგი ჭანტურია ადამიანი, რომელიც იბრძოდა საქართველოს თავისუფლებისთვის, ადამიანი, რომელიც გაიარა საბჭოთა ციხეები, ადამიანი, რომელიც იდგა რუსთაველზე 9 აპრილს, ადამიანი, რომელიც გახდა ერთ-ერთი სიმბოლო ეროვნული მოძრაობისა, მოკვდა არა რუსების ხელით, არამედ ქართველების ხელით, არა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი თანამოქალაქეების მიერ. მისი სიკვდილის შესახებ ამბავი ვრცელდება სწრაფად, თავდაპირველად როგორც ჯორი, შემდეგ როგორც დადასტურებული ფაქტი. და რეაქცია არის შოკი, არა მხოლოდ მის მხარდამჭერებში, არამედ მთელ საზოგადოებაში, რადგან ყველა ხვდება, რომ რაღაც შეუქცევადი მოხდა, რომ ხაზი გადაილახა, რომელიც არასოდეს არ უნდა გადალახულიყო. იმავე ღამეს, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამსახურდია ისმენს ამბავს ჭანტურიას სიკვდილის შესახებ. მისი რეაქცია არის რაღაც, რაც არავინ მოელოდა, არა ტრიუმფი, არა კმაყოფილება, არამედ სიჩუმე. გრძელი, მძიმე სიჩუმე, რომელშიც ის უბრალოდ ზის და უყურებს ფანჯარას, სადაც ჩანს თბილისი, ქალაქი, რომელიც ეცვის, ქალაქი, რომელიც იბრძვის საკუთარ თავთან, ქალაქი, რომელიც იხდის ფასს მისი და ჭანტურიას უნარობისთვის, ეპოვათ საერთო ენა. ერთ-ერთი მისი უახლოესი ადამიანი, რომელიც არის ოთახში, მოგვიანებით იხსენებს, იმ მომენტში მე დავინახე რაღაც მის სახეზე, რაც არასოდეს მინახავს ადრე, არა სიბრალულე, არა ბრაზი, არამედ რაღაც, რაც ჰგავდა გაცნობიერებას. გაცნობიერებას იმისა, რომ ჭანტურია არ იყო მთავარი მტერი, რომ ნამდვილი მტრები იყვნენ სხვები, ისინი, ვინც ახლა იღებდნენ ხელისუფლებას, ვინც იყენებდნენ მათ ორივეს კონფლიქტს საკუთარი მიზნებისთვის. მაგრამ ეს გაცნობიერება მოვიდა ძალიან გვიან, ისე გვიან, რომ აღარაფერი შეიძლებოდა შეცვლილიყო. მომდევნო დღეებში თბილისში ხდება რაღაც, რაც ჰგავს ნელაგონიას. გამსახურდია ჯერ კიდევ არის პრეზიდენტის რეზიდენციაში, მაგრამ ის უკვე არ არის პრეზიდენტი, არა იურიდიულად, არამედ რეალურად. ქალაქი კონტროლდება სამხედრო საბჭოს მიერ, ჯგუფის მიერ, რომელიც აცხადებს, რომ ისინი აღადგენენ კონსტიტუციურ წესრიგს, მაგრამ რეალურად ახორციელებენ ხელისუფლების ხელში აღებას. მხედრიონი ორგანიზაცია, რომელიც დაიბადა ჭანტურიას ირგვლივ, იშლება სწრაფად, ზოგი მისი წევრი ერთვება ახალ ხელისუფლებას, ზოგი ქრება, ზოგი ცდილობს გააგრძელოს წინააღმდეგობა, მაგრამ უკვე არავინ იცის, რისთვის იბრძვის. მხედრობა გამსახურდიას პარამილიტარული ფორმირება, ასევე იშლება, რადგან მისი წევრები ხვდებიან, რომ ისინი იბრძოდნენ არა საქართველოსთვის, არამედ ერთი ადამიანის ამბიციებისთვის. და ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ორივე ორგანიზაციის წევრები, ახალგაზრდები, რომლებიც სჯეროდათ, რომ ისინი იბრძოდნენ რაღაც დიდისთვის, ახლა რჩებიან არაფრით, არა გამარჯვებით, არა იდეებით, რომლებშიც სჯეროდათ, არამედ მხოლოდ ტრავმებით, მოგონებებით იმ სისხლისა, რომელიც დაიღვარა უაზროდ. 1992 წლის იანვრის დასაწყისში გამსახურდია ტოვებს პრეზიდენტის რეზიდენციას, არა იმიტომ, რომ მას აიძულებენ ძალით, არამედ იმიტომ, რომ ის ხვდება, რომ დარჩენა ნიშნავს მხოლოდ უფრო მეტ სისხლს. ის მიდის დასავლეთ საქართველოში, რეგიონში, სადაც მას ჯერ კიდევ აქვს მხარდამჭერები, სადაც ის ცდილობს ორგანიზებას გაუკეთოს წინააღმდეგობას. მაგრამ ეს წინააღმდეგობა უკვე არ არის პოლიტიკური მოძრაობა, ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა ადამიანისა, რომელმაც დაკარგა ყველაფერი, რომ დაიბრუნოს რაღაც, რაც უკვე წარსულია. მომდევნო თვეების განმავლობაში საქართველო ცხოვრობს გრძელი, მტკივნეული გრძნობით, რომ ის, რისთვისაც იბრძოდა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ახალი დასაწყისი, ჩაიძირა ქაოსში, რომელიც შექმნეს თავად მისმა ლიდერებმა. 1993 წლის 24 დეკემბერს, ზუსტად 2 წლის შემდეგ იმ დღისა, როცა დაიწყო აჯანყება გამსახურდიას წინააღმდეგ, ზვიად გამსახურდიას ცხედარი იპოვეს დასავლეთ საქართველოში, მიტოვებულ სახლში. ოფიციალური ვერსია ამბობს თვითმკვლელობას, რომ ის თავი მოიკლა, როცა გაიგო, რომ მისი ბოლო თავშესაფარი აღმოჩენილია. მაგრამ ბევრი ადამიანი არ სჯერა ამ ვერსიას, ისინი ამბობენ, რომ ეს იყო მკვლელობა, რომ გამსახურდია იყო ძალიან საშიში ცოცხალი, რომ ის იცოდა ძალიან ბევრი საიდუმლოება.
სიმართლე, როგორც ყოველთვის ამ ისტორიაში, დარჩება უცნობი. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ ადამიანი, რომელიც ოდესღაც იყო საქართველოს პირველი არჩეული პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც იბრძოდა საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ, ადამიანი, რომელიც იყო სიმბოლო ეროვნული მოძრაობისა, დასრულდა თავისი ცხოვრება მარტო, დევნილი, მიტოვებული თითქმის ყველას მიერ, ვინც ოდესღაც მიჰყვებოდა მას. მისი ოჯახი, ცოლი და შვილები დარჩნენ ემიგრაციაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში, ცდილობდნენ აშენონ ახალი ცხოვრება ქვეყანაში, რომელიც აღარ იყო მათი სახლი. მისი უახლოესი თანამშრომლები, ისინი, ვინც რჩა ერთგული ბოლომდე, ზოგი მოკვდა იმ ომში, რომელიც მოჰყვა მის გადადგომას, ზოგი გაიქცა ქვეყნიდან, ზოგი უბრალოდ გაქრა ისტორიიდან, ვერ შეძლო იმ ტრაუმის გადალახვა, რაც მოიტანა ამ ტრაგედიამ. გრძნობთ თუ არა ტრაგიკულ ირონიას? ორი ადამიანი, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის, ორივე დასრულდნენ ტრაგიკულად, ერთი მოკვდა ქართველების ხელით, მეორე მოკვდა მარტო და მიტოვებული. ორი ადამიანი, რომლებიც ოდესღაც იყვნენ მეგობრები, ციხის მეგობრები, რომლებიც ფიცავდნენ ერთმანეთს ერთგულებას, დასრულდნენ როგორც მტრები, რომლებმაც არასოდეს ვერ იპოვეს გზა შერიგებისკენ. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული არ არის მათი პირადი ბედი, ეს არის ის, რაც მოხდა საქართველოსთან. ქვეყანა, რომელიც მოიპოვა დამოუკიდებლობა 1991 წელს, ჩაიძირა ქაოსში, არა იმიტომ, რომ ის იყო სუსტი, არამედ იმიტომ, რომ მისი ლიდერები ვერ შეძლეს თავიანთი პირადი ამბიციების დაძლევა. ის ადამიანები, ვინც გამოიგო ამ კონფლიქტში, ის მესამე ძალა, რომელიც ელოდა ჩრდილოვან, მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ მათი მმართველობა ასევე იყო სავსე კონფლიქტებით, კორუფციით, ბრძოლებით ძალაუფლებისთვის. რადგან პრობლემა არასოდეს არ იყო მხოლოდ გამსახურდია ან ჭანტურია, პრობლემა იყო სისტემა, რომელშიც პირადი ამბიციები ყოველთვის დგებოდა ეროვნული ინტერესების წინ, სადაც ძალა ყოველთვის იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე კანონი, სადაც ლოიალობა ერთი ადამიანის მიმართ ყოველთვის იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პრინციპები. დღეს 30-ზე მეტი წლის შემდეგ საქართველო ჯერ კიდევ ცდილობს გაიგოს, რა მოხდა იმ წლებში. ზოგიერთი ადამიანი ხსოვს გამსახურდიას როგორც გმირს, პირველ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, რომელიც იბრძოდა ეროვნული ინტერესებისთვის. სხვები ხსოვენ მას როგორც ავტორიტარულ ლიდერს, რომელმაც ჩაძირა ქვეყანა ქაოსში. ზოგიერთი ადამიანი ხსოვს ჭანტურიას როგორც რევოლუციონერს, ადამიანს, რომელიც არეშინოდა იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ. სხვები ხსოვენ მას როგორც რადიკალს, რომელმაც გამოიყენა ძალადობა პოლიტიკური მიზნებისთვის. მაგრამ ის, რაც უდავოა, არის ის, რომ ორივე მათგანი იყო ადამიანები, არა მონსტრები, არა წმინდანები, არამედ უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ იდეალები, ამბიციები, სისუსტეები, შეცდომები. ადამიანები, რომლებმაც გააკეთეს არჩევანი, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი, და ეს არჩევანი შეცვალა მთელი ქვეყნის ბედი. მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც რჩება, არის არა ის, ვინ იყო მართალი და ვინ იყო ცდება. მთავარი კითხვა არის, ვინ იყო ნამდვილი ბენეფიციარი ამ ტრაგედიისა? ვინ გამოიგო, როცა ორი ლიდერი, რომლებიც ოდესღაც იბრძოდნენ ერთი მიზნისთვის, გაანადგურეს ერთმანეთი? პასუხი არის მტკივნეული, მაგრამ ცხადი, გამოიგეს ისინი, ვინც არასოდეს არ იზიარებდა იმ იდეალებს, რომლებისთვისაც იბრძოდნენ გამსახურდია და ჭანტურია. გამოიგეს ძველი ნომენკლატურა, რომელმაც შეძლო დაბრუნება ხელისუფლებაში. გამოიგეს ის ძალები, რომლებიც არასოდეს არ სურდათ ნამდვილი დემოკრატია საქართველოში. გამოიგეს ისინი, ვინც იყენებდა ეროვნულ რიტორიკას, მაგრამ რეალურად ემსახურებოდა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს. და ყველაზე მტკივნეული კითხვა, რომელიც რჩება უპასუხოდ, შეეძლო თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება? იყო თუ არა მომენტი, როცა გამსახურდია და ჭანტურია შეეძლოთ გაჩერებულიყვნენ, უკან დახედულიყვნენ, გაეხსენებინათ ის, რისთვისაც ერთად იბრძოდნენ და ეპოვათ გზა შერიგებისკენ? შესაძლოა, ასეთი მომენტი იყო, შესაძლოა, ბევრი ასეთი მომენტი იყო. მაგრამ ისინი ყოველთვის ირჩევდნენ სხვა გზას, რომელიც მიჰყავდა უფრო ღრმა კონფლიქტისკენ, უფრო დიდი ძალადობისკენ, უფრო ტრაგიკული დასასრულისკენ. რატომ? შესაძლოა, იმიტომ, რომ ორივე მათგანი იყო ძალიან დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში. შესაძლოა, იმიტომ, რომ ორივე მათგანი ვერ ხედავდა, რომ მათი კონფლიქტი იყო მხოლოდ ნაწილი უფრო დიდი თამაშისა, რომელშიც ისინი იყვნენ არა მოთამაშეები, არამედ ფიგურები. შესაძლოა, იმიტომ, რომ ისტორია ყოველთვის მეორდება და ადამიანები, რომლებიც არ სწავლობენ წარსული შეცდომებს, განცირულნი არიან გაიმეორონ ისინი. დღეს, როცა საქართველო ჯერ კიდევ ეძებს თავის გზას დემოკრატიისკენ, სტაბილურობისკენ, კეთილდღეობისკენ, ეს ისტორია რჩება როგორც გაფრთხილება. გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა ლიდერები აყენებენ პირადი ამბიციებს ეროვნული ინტერესების წინ. გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა პოლიტიკური კონფლიქტები გადადის პირად მტრობაში.
გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა საზოგადოება იყოფა ორ ბანაკად, რომლებიც აღარ ესაუბრებიან ერთმანეთს, აღარ ისმენენ ერთმანეთს, აღარ ხედავენ ერთმანეთში ადამიანებს. მაგრამ ეს ისტორია ასევე არის შეხსენება იმისა, რომ გამსახურდია და ჭანტურია, მიუხედავად ყველა მათი შეცდომისა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც რწმენოდნენ რაღაცაში, რომლებიც იბრძოდნენ რაღაცისთვის, რომლებიც გაწირეს ბევრი რამ, თავიანთი თავისუფლება, თავიანთი კომფორტი, საბოლოოდ თავიანთი სიცოცხლე, იმისთვის, რაც მათ მიაჩნდათ სწორად. და თუ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ თავისუფალ საქართველოში, თუმცა არასრულყოფილ, თუმცა პრობლემებით სავსე, ეს არის ნაწილობრივ მათი დამსახურება. რადგან ისინი იყვნენ ის თაობა, რომელმაც გაბედა გამოწვევა იმპერიას. ისინი იყვნენ ის თაობა, რომელმაც გაბედა ოცნება და მოუკიდებლობაზე, როცა ეს ჩანდა შეუძლებლად. ისინი იყვნენ ის თაობა, რომელმაც გადაიხადა ფასი, ძალიან მძიმე ფასი, იმისთვის, რომ ჩვენ დღეს შეგვეძლოს ცხოვრება თავისუფალ ქვეყანაში. და ბოლო კითხვა, რომელიც რჩება ღია, კითხვა, რომელზეც თითოეული თაობა უნდა უპასუხოს თავად, რას ვისწავლეთ ამ ისტორიიდან. გავიმეორებთ თუ არა იმავე შეცდომებს, პირადი ამბიციების დაყენებას ეროვნული ინტერესების წინ, პოლიტიკური კონფლიქტების გადაქცევას პირად მტრობაში, საზოგადოების დაყოფას ბანაკებად, რომლებიც აღარ ესაუბრებიან ერთმანეთს. თუ ვისწავლით ცხოვრებას ერთად მიუხედავად განსხვავებებისა, პატივისცემას ერთმანეთის მიმართ, მიუხედავად უთანხმოებისა, ძიებას კომპრომისისა, მიუხედავად კონფლიქტისა. პასუხი ამ კითხვაზე არ არის წარსულში, ის არის მომავალში. მომავალში, რომელსაც ჩვენ ვქმნით ყოველდღე ჩვენი არჩევანებით, ჩვენი საქმეებით, ჩვენი უნარით ან უნარობით, ვისწავლოთ ისტორიის გაკვეთილები. და შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ამ ტრაგიკულმა ისტორიამ უნდა ასწავლოს ჩვენ, არის ის, რომ არავინ, არც ერთი ლიდერი, არც ერთი პარტია, არც ერთი იდეოლოგია არ ფლობს აბსოლუტურ სიმართლეს. რომ ნამდვილი ძალა არ არის უნარში დაამარცხო შენი მოწინააღმდეგე, არამედ უნარში იპოვა საერთო ენა მასთან. რომ ნამდვილი გმირობა არ არის სიკვდილი საკუთარი იდეალებისთვის, არამედ უნარი იცხოვრო მათთან ერთად, მაგრამ არა მათი ტყვედ,